ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია და 121 დაკავებული გახსნილად ცხადდება კიდევ ერთი ნარკოდანაშაული. დაკავებულებს შორის არიან პირები, რომლებსაც ნარკოტიკების რეალიზაციას ედავებიან. არიან ისინი, ვის სახელზეც ამანათები იგზავნებოდა საგამოძიებო მასალების მიხედვით, სქემის მონაწილეები ნარკოტიკული ნივთიერებების გაყიდვის სხვადასხვა გზას, მათ შორის ეგრეთ წოდებულ დადების მეთოდს მიმართავდნენ. მტკიცებულებებს შორის სახელდება სამართალდამცავების მიერ საკონტროლო შესყიდვებისას ამსახველი ფარული მასალები გამოძიება ამბობს, რომ საქმეში დევს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. დაკავებების ოპერაცია თბილისში და რამდენიმე რეგიონში ჩატარდა. მძიმე დანაშაულში ბრალდებულთა ნაწილი ბრალს არ აღიარებს, მოამბე დღეს რამდენიმე დაკავებულის ადვოკატს ესაუბრა. ბოლო 6 თვეში გახსნილი ასეულობით ნარკოდანაშაული და 5000-მდე დაკავებული. ასეთია შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის სტატისტიკა, რომელსაც დღეს დაკავებული 121 პირიც დაემატა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულ პირთა ნაწილი სხვადასხვა მეთოდით ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული. დაკავებულ პირებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საპოლიციო ღონისძიება მთელი ქვეყნის მასშტაბით გამთენიისას ჩატარდა. პოლიცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება. ასევე დაკავებულები არიან ის პირები, რომელთა მხილების მიზნით სამართალდამცველებამ მათ სახელზე შენიღბულად გამოგზავნილი ამანათების ჩანაცვლება განახორციელეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ნივთგიცება დამოიღეს. საქმეზე მყარი მტკიცებულებების მოსაპოვებლად შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა აწარმოა. განხორციელდა საკონტროლო შესყიდვებიც. დაკავებულ პირთა საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების შხრეკისას კი ამოღებულია აკრძალული ნივთიერებები. სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, ნარკოდანაშაულთან ბრძოლა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება და ამ ფაქტს უწყების მიერ გახსნილი საქმეების სტატისტიკაც მოწმობს. სამართალდამცავება ბრალდებულების პირადი, საცხოვრებლების სახლებისა და ავტომანქანის შხრეკის შედეგად, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთგიცება დამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპიული ნივთიერები. მათ შორის მეთადონი, ალფა-პვბ, კოკაინი, კეტამინი, ბუპრენორფინი, მარიხუანა, მცენარეული, კანაფი და სხვა. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნარკოდანაშაულის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემული პირების რაოდენობა 85%-ით არის გაზრდილი. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში მტკიცებულებების სახით ფარული აუდიო-ვიდეო მასალადებს დაკავებულ პირთა უმრავლესობა წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატთა ნაწილისთვის არც საქმეში არსებული ვიდეო მასალაა უტყუარი და მტკიცებულების დამატებით ექსპერტიზას გეგმავს. ვიდეო მტკიცებულებები არსებობს, თუმცა ჯერჯერობით ექსპერტიზა არ არის ჩატარებული შესაბამისად, მე არ შემიძლია არც იმ პიროვნების ამოცნობა, რომელიც ფიქსირდება ვიდეოში და არც იმას ვადასტურებ და ადასტურებს ბრალდებული, რომ ვინმეს ნარკოტიკული ნივთიერება გადასცა. თავად ბრალდებული განმარტავს, რომ ერთ-ერთი მისი ნაცნობი ქალბატონის ინტერესის სფეროში არის და სავარაუდოდ დანაშაულის პროვოცირებას აქვს ქალბატონის მხრიდან ადგილი. ნარკოტიკული თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა შეტავება, შეძენა შენახვა, გასაღება, თუმცა ჩემი დასაცავი არ ეთანხმება ბრალს არ აღიარებს, იყენებს კანონით მისთვის მინიჭებულ დუმილის უფლებას. მოძრაობის პროცესში ჩატარდა მისი პირადი ჩხრეკა, ავტომანქანის, საიდან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ამოღებული არ ყოფილა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებულ 121 პირს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი უკვე ოფიციალურად წარუდგინა. ამის შესახებ განცხადება საგამოძიებო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელსაც აფასოვებდნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ.
ვალდებულების ნაწილი ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახორციელებდა. სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთაც ითვალისწინებს.